მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ადამიანო. Გავნაგრძოთ ჩვენი ის ვიდეოები, რომელიც ეს იყო 7 თვის წინ რომ ვიყავი შენთან მოსული. მე გამოხმაურება მქონდა ძალიან ბევრი, რომელიც მიწერდნენ რომ სად შეიძლებოდა ჩემი ვიდეოების ნახვა და მოვედი რომ ერთ-ერთი თემა, რომელზეც იყო გამახვილებული ყურადღება თუ ძალიან ბევრ კითხვებსაც რომ მისვებდნენ, რა არის სულიერი ბრძოლა. ხო და მე მინდა ეს სულიერი ბრძოლის თემა შემოგთავაზოთ, დიდება შენ სახელს ჩემო იესო. უფლის გარეშე არც ერთი ბრძოლა არ მიდის, როცა ხარ სულით დაბეჭდილი. ეს სულში ბრძოლა ხდება ეშმაკებთან. ასევე ელემენტარულად და უბრალოდ არც ერთი ბრძოლა არ ყოფილა მონათვლის შემდეგ. იმიტომ რომ უნდა გაიზარდო. და 7 თვის მანძილზე მე გავდიოდი სულიერ ბრძოლას, სერიოზულ სულიერ ბრძოლას, რომელიც პირველს ვიტყვი, როცა 7 დღე გავიდა, ჩემი მონათვლიდან 7 დღე, ვხედავ სიზმარში მოდის ცეცხლ გაკიდებული ლომი. პირი აქვს გაღებული, უნდა გადამყლაპოს და შემჭამოს. მონათვლის დროს, როცა გნათლავენ, გეუბნევიან ვინ ახარ და რა ხარ. მე გადმომეცა სულში მახვილი. მითხრეს რომ მე ვიყავი მათი მეომარი და იწყება გაზრდა. სულში გაზრდა იწყება ბრძოლებით. და მოხდა ესეთი რაღაცა რომ ესე იგი ვხედავ მოდის პირ გაღებული, ცეცხლ გაკიდებული და პირ გაღებული ლომი, რომელიც უნდა გადაკლავოს. და იმდენად შემეშინდა რომ დავინახე, წავიქეცი. დავეცი. და მესმის ხმა, რომელიც მეუბნება რომ ადექი რწმენით. ეს იყო უფლის ხმა, რომელიც მითხრა რომ ადექი რწმენით და ავდექი მომეცა ძალა, იმიტომ რომ უფალია ჩემთან ვიფიქრე, ავდექი და რასაც ქვია, ესე იგი ამ მოვკალი, ამ მახვილით გავგმირე, რასაც ქვია მოვკალი და შექებაც მივიღე უფლისგან, რომელიც მითხრა რომ ჩემი ძლიერი გოგო. ასე მითხრა ზუსტად. გავიდა რამოდენიმე დღე და იწყება ამ 7 დღის მერე იწყება 7 თვის მანძილზე აბსოლუტურად ყველანაირი ეშმაკს ებრძვი. ანუ რა გამოდის? ეს ბავშვებს რომ მულტფილმებს აყურებინებენ, სპაიდერმენები, ბეტმენები, არიან 1000-ნაირი ეს სათამაშოები, ვითომ რომ გონიათ რომ ბავშვებისთვის მულტფილმები არის, ეს ყველა არის ჯოჯოხეთიდან ამოსული ეშმაკების სახეები. ვებრძოლი აბსოლუტურად ბეტმენსაც, სპაიდერმენსაც, წარმოიდგინეთ თქვენ, სახეებს იღებენ, მსგავს სახეებს იღებენ ეშმაკები და მიდის სულში ბრძოლა. ვიღაცისთვის ეს ყველაფერი შეიძლება სასაცილოც ან გიჟათაც ჩამთვალონ, მაგრამ ეს ესეა. ასე რომ ვინმესთვის შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს ეს თემა სულში ბრძოლა. შეიძლება ეცნოს და ამ ყველაფერს აქვს დასასრული, ეს ის არ არის რომ გაგრძელდეს და ვნახე ლუციფერიც. ლუციფერს აქვს უკან ფონი აქვს წითელი, თვითონ არის აბსოლუტურად შავი. და ვნახე ესეთი ფორმით, რომ მომიყვანა ჯვარცმული იესო. ჯვარზე გაკრული იესო უჭირავს ხელში, აი ესე დამანახა და უჭირავს ლურსმები. აი ის ლურსმანი, ზუსტად ისეთი ლურსმანი მაქვს ნანახი, როგორიც დაჭედილი იყო ჯვარცმის დროს იესო. და უჭირავს ეს ლურსმანი და უნდა დაარტყას. და ისეთ გამწარდი ეს რო დავინახე, ისე გამწარდი, რომ ხელები დავაჭერი ლუციფერს. და წავართვი იესო გადმოვისვენე მკერდზე და წავართვი ლურსმები. ორჯერ მომიწია ასეთი ბრძოლა ლუციფერთან. ორჯელვე
ანუ ეს 4-ვე ლურსმანი წავართვი. და რომ გავიდა ერთი კვირა, მე ხილვაში მქონდა რომ იესო ვნახე და იღიმებოდა და ეს 4-ვე ლურსმანი ხელში მეჭირა და ვეუბნეოდი რომ რა უყო ამ ლურსმებს და გამიღიმა და მითხრა რომ შენებიაო, ანუ ამ ყველაფრით იმოსები შენ და იზრდები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანის ცხოვრებაში, სულიერი ბრძოლაში, რამდენჯერ იომებ და მოიგებ ეშმაკთან. მინდა ესეთი რაღაცა გითხრა, გავბრაზდი ერთხელ მომივიდა გული რამოდენიმე თვის მერე და უთხარი რომ სული წმინდასთან ესე გულით რომ მეთქი რამდენიღა უნდა ხოცო, ნუ როდემდე ეს გაბრაზებულმა რა გულმოსულმა და მითხრა რომ აბა მღვდლები რას აკეთებენ. თქვენ შლით მღვდლები აწყობენ. მინდა პირდაპირ თქვა ის რომ მღვდლები ძალიან ბევრს აყენებენ ცოდვაში. ეს ის არის ვინც არ შედიან და თვითონაც არ შედიან და სხვებიც არ უშვებენ. ხატები, ჯვრები, სანთლები არაფრის მთქმელი არ არის ღმერთისთვის. აბსოლუტურად უნდა ადამიანი მივიდეს იქამდე, რომ მიხვდეს იმას, რომ უფლისთვის უფალი ცოცხალია, ჩვენ გვყავს ცოცხალი ღმერთი, უფალი იესო და მას სულაც არ სჭირდება არც სანთლები, არც ხატები. ერთხელ ვკითხე, რომ ეკლესიაში წავიდე მეთქი და კიო მეც დავდიოდიო მითხრა. სანთელი ავანთო მეთქი და ვის უნთებო სანთელსო? იესო ცოცხალია. და არ არის ღმერთისთვის მისაღები კერპთაყვანის მცემლობა. არც ერთი მღვდელი, რომელიც ხატებს, სანთლებს, ჯვრებს ეთაყვანება, ღმერთმა მიიღოს. არ მიიღებს. მოვდივარ ეკლესიებიდან ვიწყებ განწმენდვასო. უნდა ეკლესიები დავიწყო, ეკლესიიდან უნდა დავიწყო განწმენდვაო. ასე მითხრა. მე შეიძლება ახლა ეს ვიდეოს ვინც ნახავს, სულიერი ბრძოლებიდან ახლა ცოტა გადაუხვიე მე, მაგრამ ალბათ ესეც უნდა ითქვას, რომ ცდუნება, რომელიც ცდუნებაშიც ადამიანები შეხავთ, ეშმაკს ამსახურებენ და არა ღმერთს. ღმერთს არ ასჭირდება არაფერი. ღმერთი სიყვარული არის და არ ჭირდება იმისი დაჩოქვები და ხელებზე კოცნები და ამ ხატებზე კოცნები და ეს სანთლები და ეს სურნელოვანი ვითომ არაფერი არ ჭირდება ღმერთს. ღმერთს ჭირდება სუფთა გული, სუფთა აზროვნება, სუფთა გონება. მონანიება, რა არის მონანიება? მონანიება ის არის, რომ დათმო შენი ეს რაც მართლ მადიდებლობის დროს ცოდვები გაქვს ჩადენილი და გამოხვიდე ამ ტანჯვიდან დაანგრიო ეს შენი ბორკილები, რაც დაგადეს მღვდლებმა და იცხოვრო ღმერთისთვის სუფთად. არ ვიცი, მე რამდენად გადმოვცემ ახლა იმ ყველაფერს, რაც ღმერთს უნდა მაპატიოს მე უფალმა, მაგრამ კერპთაყვანის მცემლობას ღმერთი არ მიიღებს. არავითარ შემთხვევაში. და თავი დაანებონ, ადამიანებმა უნდა კერპთაყვანის მცემლობას. ვერ მივლენ ღმერთამდე კერპებით, ხატებით. იძახიან, რომ იმისო ხატებსო მირონი გაზდისო. რატომ ფიქრობენ, რომ ეშმაკს სატანას არ შეუძლია მოიმოქმედოს ეგ ყველაფერი? იქნებ ფიქრობენ, რომ უნიჭოა. ერთ დროს ისიც დიდი ანგელოზი იყო, მაგრამ დაეცა. ამიტომ იესოსთვის უნდა იცხოვრონ ადამიანებმა და იესო უნდა იწამონ
თუ იესო ქრისტე არ ახავთ, ვერავინ მამასთან ვერ მივა. მე ეს ადრეც ვთქვი, შენთან როდ ვიყავი ჩაწერაზე. თუ იესო ქრისტეს არ ირწმუნებენ, არ შეიყვარებენ, იესოს გზას არ გაყვებიან, ვერავინ ვერ გადარჩება. ვერც ერთი მღვდელი, ვერც ერთი ხატი, ვერც ერთი ჯვარი ვერ უშველის ადამიანს, თუ ცოცხალი ღმერთი იესო არ მიიღეს. როცა მიიღებენ უფალი იესოს, მოინანიებენ თავიანთ ცოდვებს, მაშინ განთავისუფლებიან მონობიდან ადამიანები. თავისუფლებაა იესო, სიყვარული არის იესო. უნდა ირწმუნონ და უნდა მოინანიონ. ბოლოს კიდევ ასეთ რაღაცას ვიტყვი მე. 2 თვის უკან გამომეცხადა უფალი იესო ქრისტე და თავის თეთრ რაშზე ჩდებოდა, ცხენზე ჩდებოდა და უკვე ისეთი პერიოდია, რომ ჩდებოდა და მოდიოდა. ანუ ძალიან მალე მოვა იესო. ამიტომ უნდა მოინანიონ ადამიანებმა თავიანთი ცოდვები, დააგდონ ცოდვები და აღარ გაიმეორონ ცოდვები და მიხვდნენ უფალს და დაელოდნონ უფალს. და იკითხონ ბიბლია, იკითხონ ახალი აღთქმა. თუ ახალი აღთქმა არ იკითხეს, ვერ გაუგებენ იესოს. ვერაფერს ვერ გაიგებენ, მიყვებიან ამ ხატებს და სანთლებს ისევე და დარჩებიან კერპთაყვანის მცემლობაში. უნდა მოინანიონ, აუცილებლად უნდა მოინანიონ და იკითხონ ბიბლია. ეს არის ჩემი რჩევა. იმიტომ რომ ერთ დროს მეც ჩვეულებრივად მართლმადიდებელი ვიყავი, მაგრამ დღეს მე იესო ქრისტეს მიმდევარი და მოწაფე ვარ. ირწმუნეთ იესო, დიდება უფალს.